მიკროავტობუსების მძღოლების პროტესტი გრძელდება. დაფიცვა უვადო რეჟიმში გადადის. მოლაპარაკება გუშინაც უშედეგო დასრულდა. კომპანია თბილისის მიკროავტობუსსა და დაფიცულ მძღოლებს შორის შეთანხმება ვერ შედგა. მძღოლების მთავარი მოთხოვნა, რომელიც გეგმის შემცირებას ეხებოდა, კომპანიის წარმომადგენლებმა არ დაითვალისწინეს. კომპანია მათ სარზურის გადასახადის 30%-ით შემცირებას თავაზობს, რაც მძღოლებისთვის მიუღებელია. ისინი აცხადებენ, რომ ეს მათ უმნიშვნელო შეღავაც მისცემს. მაშას დაფიცვის მეექვსე დღე და უცვლელი მოთხოვნები. ნუცა აბაშიძე განარწობს თემას პირდაპირ ეთერში. ნუცა გისმენთ. უკვე მეექვსე დღეა მიკროავტობუსების მძღოლები გაფიცულები არიან. ისინი სამუშაოზე დაბრუნებას არ აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. დღეს ეგრეთ წოდებულ დამპალოს ფარეხთან მცირე ინციდენტი მოხდა. დილით ადრე აქ მოვიდნენ მიკროავტობუსები კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად. კომპანიის წარმომადგენლებმა მოიყვანეს მიკროავტობუსები და ცდილობდნენ, რომ სწორედ ამ ფარეხიდან გასულიყვნენ ეს მიკროავტობუსები. თუმცა მძღოლები ადგილზე მოვიდნენ და არ მისცეს მათ საშუალება, რომ მიკროავტობუსები გასულიყვნენ. როგორც მძღოლებმა ჩვენთან საუბრისას განაცხადეს, მათ ფოტოებს უღებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ როდესაც გაფიცვა დასრულდებოდა, ისინი სამსახურს დაკარგავდნენ. ასევე მძღოლებმა განაცხადეს, რომ მსგავსი ინციდენტები მოხდა სხვა ავტოფარეხებთანაც. შეგახსენებთ, რომ ორდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. გუშინ ამასთან დაკავშირებით შეხვედრის შემდეგ მერიამაც გააკეთა განცხადება და მათ მერიამ კომპანიას და მიკროავტობუსების მძღოლებს კვლავ მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ მოუწოდა. ჩვენი მხრიდან გამოხატავთ მზაობას იმისათვის, რომ ნებისმიერი მხარის ინტერესების და დაინტერესების შემთხვევაში განვაგრძოთ შუამავლის ფუნქციის შესრულება და ორივე მხარეს მივაღწევიოთ იმ შედეგისთვის, რაც გულისხმობს ქალაქში მიკროავტობუსებით მოძრაობის აღდგენა. როგორც უკვე აღნიშნე, მიკროავტობუსების მძღოლები გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ. მათი მოთხოვნები იგივე რჩება. მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ ყოველდღიური ფიქსირებული გადასახადი 20 ლარამდე შეუმცირდეთ, თუმცა მოლაპარაკებები ჯერ ამ თემაზე ვერ ხერხდება. დღეს 3 საათზე თბილისის მერიასთან მიკროავტობუსების მძღოლები კვლავ აქციას გამართავენ. დიდი მადლობა. ნუცა აბაშიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.